50,000 წელი. ეს არის დრო, რომელიც გაშორებთ პირველი მონადირისგან, რომელიც გაიღვიძა აფრიკული სავანის გულში, გახედა ოქროსფერ ჰორიზონტს და ზუსტად იცოდა, სად ეპოვა წყალი, ხორცი და დაცვა მტაცებლებისგან, რომლებიც ღამეს ფლობდნენ. სანამ იმპერიები იბადებოდნენ და ინგრეოდნენ, სანამ ცივილიზაციები აშენებდნენ პირამიდებსა და ცათამბჯენებს, სანამ კაცობრიობამ გამოიგონა ბორბალი, დამწერლობა და ინტერნეტი, ერთი ხალხი დარჩა. სამხრეთ აფრიკის სანი და ტანზანიის ჰაძა დღესაც ზუსტად ისე ნადირობენ, როგორც მათი წინაპრები ნადირობდნენ, როდესაც პირველმა ჰომო სეპიენსებმა დატოვეს თავიანთი ნაკვალევი წითელ მიწაზე. ისინი არა მხოლოდ გადარჩებიან ლომებს შორის. ისინი ყვავიან. თუ თქვენ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, არ გახვიდეთ ამ ვიდეოდან. უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ, საიდან უყურებთ. წარმოიდგინეთ სცენა. კალაჰარის უდაბნო გადაჭიმულია 900,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტზე, კვეთს ბოტსვანას, ნამიბიას და სამხრეთ აფრიკას. ტემპერატურა დღის განმავლობაში ადვილად აჭარბებს 42 გრადუს ცელსიუსს. წყალი იმდენად მწირია, რომ ადგილობრივები ამ მიწას კალაგადის უწოდებენ, წყურულის მიწას. არც ერთი მუდმივი მდინარე არ კვეთს წითელი ქვიშისა და ეკლიანი ბუჩქების ამ უკიდე განობას. არც ერთი საიმედო წყარო არ სთავაზობს შვებას გამომშრალ ყელს. და მაინც სულ მცირე 20,000 არქეოლოგიურად დოკუმენტირებული წლის განმავლობაში და შესაძლოა 100,000 წლამდეც ზოგიერთი გენეტიკური ანალიზის მიხედვით, სანი არა მხოლოდ სახლობდა ამ არასტუმართმოყვარე ადგილას. მათ მას სახლი უწოდეს. ციფრები ლოგიკას ეწინააღმდეგება. ტიპური სანის ჯგუფი შედგება 20-დან 25 ადამიანისგან, მამაკაცები, ხალები, ბავშვები, რომლებსაც აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გააჩნიათ, ზურგით ან თავით დააქვთ. მათი საცხოვრებლები დროებითი სტრუქტურებია, დამზადებული ტოტებისა და ბალახისგან, რომლებსაც ხალები 2 საათზე ნაკლებ დროში აწყობენ და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ტოვებენ, როდესაც ცხოველების გაყოლის ან საკვების ახალი წყაროების პოვნის საჭიროება დგება. არ არის ბეღლები. არ არის რეზერვები. არ არის უსაფრთხოების ქსელი. ყოველი განთიადი მოაქვს იგივე კითხვას, რომლის წინაშეც მათი წინაპრები იდგნენ 500 თაობის წინ, სად არის დღევანდელი საკვები? და მაინც, მკვლევარებმა, რომლებიც სანებთან ერთად ცხოვრობდნენ 1960-იან და 70-იან წლებში, აღმოაჩინეს რაღაც, რაც ეწინააღმდეგება ყველა დასავლურ მოლოდინს პრიმიტიული ცხოვრების შესახებ. 1969 წლის ჟურნალ Time-ის სტატიაში ასე იყო აღწერილი. წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც სამუშაო კვირა იშვიათად აღემატება 19 საათს, სადაც მატერიალური სიმდიდრე ტვირთად ითვლება და სადაც არავინ არის სხვაზე ბევრად მდიდარი. ეს არ იყო ფუტურისტული უტოპია. ეს იყო კალაჰარის მონადირე შემგროვებლების ყოველდღიური ცხოვრება. 19 საათი კვირაში. მაშინ როცა თქვენ ალბათ მუშაობთ 40, 50, 60 საათს კვირაში, რათა შეინარჩუნოთ ჭერი თავზე და საკვების სუფრაზე, სანი ახერხებდა ყველა თავისი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილებას, საკვები, თავშესაფარი, ტანსაცმელი, იარაღები, ამ ძალისხმევის ნახევარზე ნაკლებით. ანთროპოლოგმა ჯეიმს ვუდბერნმა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში სწავლობდა ტანზანიის ჰაძას, კიდევ უფრო პირდაპირი სიტყვები გამოიყენა. ისინი ადვილად იკმაყოფილებენ თავიანთ კვებით საჭიროებებს, დიდი ძალისხმევის გარეშე, დიდი დაგეგმვის გარეშე, ბევრი აღჭურვილობის გარეშე და დიდი ორგანიზების გარეშე. მაგრამ არაურიოთ, ეს აშკარა სიმარტივე უნარების არქონაში. ის, რაც მარტივი ჩანს დამკვირვებლის თვალისთვის, სინამდვილეში 1000 წლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის შედეგია, ცოდნის, რომელიც იმდენად დახვეწილია, რომ თანამედროვე მეცნიერები დღემდე იბრძვიან მის სრულად გასაგებად. განიხილეთ კვალისძიების ხელოვნება. სან მონადირეს შეუძლია შეხედოს ქვიშაზე ნაკვალევის ერთობლიობას და განსაზღვროს არა მხოლოდ ის, თუ რომელმა ცხოველმა გაიარა იქ, არამედ რამდენ ხნის წინ გაიარა, იყო თუ არა დაჭრილი, იყო მამრი თუ მდედრი, გარბოდა თუ მიდიოდა, ნაჭამი ჰქონდა თუ არა ცოტა ხნის წინ და სავარაუდოდ საით მიემართებოდა. მკვლევარების მიერ დოკუმენტირებულ ერთ შემთხვევაში სანმა მზვერავმა გამოიკვლია ლეოპარდის ნაკვალევი, რომელიც ვირთხის კვალს ფარავდა. მან განმარტა, რომ ვირთხა გამოდის განთიადზე საკვების საძებნელად. ლეოპარდმა გადაუარა ვირთხის კვალს. შესაბამისად, ლეოპარდმა ბოლო 2 საათში გაიარა. მხოლოდ ამ ინფორმაციით შეიარაღებულმა მზვერავმა ჯგუფი პირდაპირ მიიყვანა ხშირ მცენარეულობაში დამალულ ლეოპარდთან, რომელსაც გაუწვრთნელი თვალი ვერასოდეს შეამჩნევდა. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. არანაირი გეფს. არანაირი ელექტრონული აღჭურვილობა. არანაირი ტექნოლოგია, გარდა მოთმინებით დაკვირვებისა და მამიდან შვილზე გადაცემული ცოდნისა უთვალავი თაობის განმავლობაში.
და მაინც სიზუსტე კონკურენციას უწევს სატელიტური თვალთვალის სისტემებს, რომელთა შემუშავება მილიონობით დოლარი ჯდება. სანებმა გონებრივად დააკატალოგეს მცენარეთა ათასობით სახეობა, მათი კვებით ის სამკურნალო, მისტიკური, რეკრეაციული და სასიკვდილო დანიშნულება. მათ იციან, რომელი ფესვები შეიძლება დაიწუროს საგანგებო სიტუაციებში წყლის მისაღებად, რომელი ფოთლები კურნავს ინფექციებს, რომელი ქერქი ამსუბუქებს ტკივილს და რომელ თესლს შეუძლია ზრდასრული მამაკაცის მოკვლა რამდენიმე საათში. ეს ცოდნა არც ერთ წიგნში არ არის დაწერილი. ის არსებობს მხოლოდ უხუცესების გონებაში და ღამის კოცონების გარშემო მოყოლილ ამბებში. და შემდეგ არის შხამი. სანის მშვილდები საოცრად მსუბუქია, აგებულია დიდი მანძილზე სატარებლად და არა სასიკვდილო დარტყმების მისაყენებლად. სანის მშვილდიდან ნასროლი ის არის ძლივს აღწევს საკმარისად ღრმად ანტილოპის მოსაკლავად, მით უმეტეს ჟირაფის ან კამეჩის ზომის ცხოველისთვის. ათასწლეულების განმავლობაში შემუშავებული გამოსავალი გენიალური და მომაკვდინებელია, ხოჭოს მატლებისგან მოპოვებული შხამი. დიამფირიას გვარის ხოჭოები დებენ კვერცხებს ქამეფორას გვარის ბუჩქების ღეროებზე, იმავე მცენარეებზე, რომლებიც წარმოქმნიან მურს და გუნდრუქს. მატლები განვითარებისას თხრიან მიწას დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე, სადაც ქმნიან ქვიშის პარკუჭებს და შედიან მიძინების მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. სანმა მონადირეებმა ზუსტად იციან, სად ეძებონ. ისინი თხრიან 90 სანტიმეტრ ქვიშასა და წითელ თიხას ამ პარკუჭების საფოვნელად, უკიდურესი სიფრთხილით ამოჰყავთ მატლები, შხამს არ გააჩნია ცნობილი ანტიდოტი და ამზადებენ ტოქსინს. მომზადების პროცესი განსხვავდება სხვადასხვა სანჯგუფებს შორის, მაგრამ ჩვეულებრივ მოიცავს მატლების დაჭყლეტას ჟირაფის ან კუდუს ძვალზე, მატლის ქსოვილის შერევას ნერწყვთან და გარკვეული მცენარეების წვენთან და მიღებული პასტის წასმას ისრის ტანზე, არასოდეს წვერზე უბედური შემთხვევების რისკის შესამცირებლად. თითოეული სარს დაახლოებით 10 მატლი სჭირდება. შედეგი არის იარაღი, რომელსაც არ სჭირდება მომენტალურად მოკვლა. მას მხოლოდ კანში შეღწევა სჭირდება. სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას დიამფოტოქსინი, როგორც მეცნიერებმა უწოდეს ნაერთს, იწყებს წითელი უჯრედების მასობრივ განადგურებას. დაჭრილი ცხოველი აგრძელებს სირბილს, მაგრამ თანდათან კარგავს ფილტვებიდან სხეულის დანარჩენ ნაწილში ჟანგბადის გადატანის უნარს. სიკვდილი ნელი ასფიქსიით. პატარა ანტილოპისთვის, როგორიცაა დუიკერი, პროცესს რამდენიმე საათი სჭირდება. ელანდისთვის, უდიდესი აფრიკული ანტილოპა, რომელიც 900 კილოგრამამდე იწონის, შეიძლება დასჭირდეს 7-დან 12 საათამდე. ჟირაფისთვის 3 დღემდე. 3 დღე. ეს ნიშნავს, რომ მოწამლული ისრის სროლის შემდეგ სანმა მონადირემ უნდა სტიოს დაჭრილ ცხოველს კალაჰარის დაუნდობელ რელიეფზე, მწვანე მზის ქვეშ, კვალის დაკარგვის გარეშე, სანამ მსხვერპლი საბოლოოდ არ დაეცემა. ცხოველისა და პირობების მიხედვით, ამ დევნამ შეიძლება 25-დან 70 კილომეტრამდე დაფაროს. მაგრამ არსებობს ნადირობის კიდევ უფრო არაჩვეულებრივი ფორმა, ისეთი, რომელიც ადამიანის გამძლეობის ზღვარს ცდის და რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შესაძლოა ჩვენი სხეულის ევოლუციის საფუძველი გამხდარიყო. ნადირობა და ჟინებით, persistence hunting. ადამიანები ცუდი მორბენლები არიან პრაქტიკულად ნებისმიერ აფრიკულ ნადირთან შედარებით. კუდუს შეუძლია სირბილი 60 კმ/სთ სიჩქარით. კარგ ფორმაში მყოფი ადამიანი ძლივს აჭარბებს 35 მოკლე დისტანციაზე. მაგრამ ადამიანებს აქვთ უპირატესობა, რომელიც თითქმის არც ერთ სხვა ძუძუმწოვარს არ გააჩნია, მთელ სხეულზე განაწილებული საოფლე ჯირკვლები. მაშინ როცა ანტილოპებსა და სხვა ოთხფეხებს სჭირდებათ გაჩერება და ქოშინი სითბოს გასაფანტად, პროცესი, რომელიც სირბილის დროს კარგად არ მუშაობს, ადამიანებს შეუძლიათ ოფლიანობა და სირბილი ერთდროულად. 1990-იან წლებში სამხრეთაფრიკელ ბიოლოგ ლუის ლიბენბერგს ჰქონდა იშვიათი პრივილეგია, დასწრებოდა დაჟინებით ნადირობას, რომელსაც სანამ მონადირეებმა კალაჰარიში აწარმოებდნენ. პროცესი დაიწყო დღის მაქსიმალურ სიცხეში, ტემპერატურა 40 და 42 გრადუს ცელსიუსს შორის, როდესაც მონადირეებმა დალიეს რაც შეიძლება მეტი წყალი და შეარჩიეს ერთი კუდუ დასადევნებლად. კუდუ გაიქცა. მონადირეები უკან გახვდნენ. როდესაც ცხოველი ჩერდებოდა ჩრდილში დასასვენებლად, მონადირეები მას ნაკვალევით პოულობდნენ და კვლავ აფრთხობდნენ, აიძულებდნენ დაბრუნებულიყო მწვანე მზის ქვეშ. ციკლი საათობით მეორდებოდა. ნელ-ნელა კუდუს ნაკვალევმა დაიწყო გადაღლის ნიშნების ჩვენება, უფრო მოკლე ნაბიჯები, მეტი აყრილი ქვიშა, ჩრდილის პოვნის სულ უფრო სასოწარკვეთილი მცდელობები. 3 საათისა და 35 წუთის უწყვეტი დევნის შემდეგ, დაახლოებით 35 კილომეტრის დაფარვისას, კუდუ საბოლოოდ გაჩერდა. ის არ გაქცეულა, როდესაც მონადირე მიუახლოვდა.
ის ფიზიკურად უნარო იყო კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. მისი კუნთები გადახურებისგან ჩამოიშალა. მონადირემ კაცმა სახელად კაროჰა ლანგვანე მოკლა ცხოველი შუბით. ნადირობა დასრულდა. ლიბენბერგი თითქმის მოკვდა იმ ნადირობისას. მზის დარტყმის ნიშნები იმდენად აშკარა გახდა, რომ ერთ-ერთმა მონადირემ, კაცმა სახელად ნეიტმა, მიატოვა კუდუს დევნა, რომელიც უკვე პრაქტიკულად დამარცხებული იყო, რათა მკვლევარი ბანაკში დაებრუნებინა. ნეიტმა გარისკა ნადირის დაკარგვა უცხოელი სიცოცხლის გადასარჩენად. ცოტა ანთროპოლოგს თუ უნახავს ოდესმე დაჟინებით ნადირობა. ლიბენბერგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს მეცნიერულად დაადოკუმენტირა. და მისი დასკვნა შემაშფოთებელი იყო თავისი სიმარტივით, ადამიანები სირბილისთვის განვითარდნენ. გრძელი ფეხები, განვითარებული აქილევსის მყესები, განიერი მხრები, სხეულზე თმის შედარებითი არ ქონა, ყველა ეს მახასიათებელი, რომელიც განგვასხოვებს ჩვენი პრიმატი ნათესავებისგან, აზრს იძენს დაჟინებით ნადირობის პრიზმიდან დანახვისას. ჩვენი წინაპრები არ იყვნენ ყველაზე სწრაფები. ისინი იყვნენ ყველაზე დაჟინებულები. მაგრამ დაჟინებით ნადირობა იშვიათია სანებს შორისაც კი. ნადირობის უმეტესობა მოიცავს მოწამლულ მშვილდებს, გენიალურ ხაფანგებს, ან უბრალოდ შეგროვებას, რაც წონის მიხედვით რაციონის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. სწორედ ქალები უზრუნველყოფენ ჯგუფის მიერ მოხმარებული კალორიების უმეტეს ნაწილს, თხრიან ტუბერებს, აგროვებენ კენკრას, თხილსა და თესლს, აგროვებენ სირაქლემას კვერცხებს, რომლებიც ემსახურება როგორც საკვებს, ასევე წყლის შესანახ ჭურჭელს. სირაქლემას კვერცხის ნაჩუჩები სხვათა შორის შენახვის ერთ-ერთი იმ მცირე ფორმატაგანია, რომელსაც სანი იყენებს. წყლით შევსებული და მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის ცნობილ ადგილებში დამარხული, ეს ბუნებრივი ჭურჭლები მოქმედებს როგორც საგანგებო რეზერვები ტერიტორიაზე გაფანტული. ცოდნა, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს განსხვავება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, როდესაც გვალვა უკიდურეს დონეს აღწევს. და გვალვა ყოველთვის მოდის. მაგრამ როდესაც ის მოდის, სანი მომზადებულია ისეთი გზებით, რომლებიც ფანტაზიას სცილდება. მათ იციან ფესვის სახელად ბი. ბოლქვი, რომელიც დაწურვისას იძლევა საკმარის წყალს საგანგებო სიტუაციებში წყურვილის მოსაკლავად. იციან, როგორ შეაგროვან დილის ნამი გარკვეული მცენარეების ფოთლებიდან, სანამ მზე აორთქლებს მას. მათ იციან ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, თუ სად არის მიწისქვეშა წყალი ზედაპირთან ყველაზე ახლოს, ნიშნები, რომლებიც უხილავია ნებისმიერი გაუწვრთნელი დამკვირვებლისთვის. სანი ქალები 200-ზე მეტი სახეობის საკვები მცენარის ექსპერტები არიან. მათ შეუძლიათ 30 სანტიმეტრის სიღრმეზე დამარხული ტუბერის იდენტიფიცირება მხოლოდ ზედაპირზე გამხმარი ფოთლების დაკვირვებით. იციან, რომელი კენკრა რომელ სეზონზე მწიფდება, რომელი თხილი საჭიროებს დამუშავებას ტოქსინების მოსაცილებლად და რომელი ფესვების ჭამა შეიძლება უმატ მოხარშულის ნაცვლად. ეს ბოტანიკური ცოდნა, დედიდან შვილზე გადაცემული უთვალავი თაობის განმავლობაში, წარმოადგენს ცოცხალ ენციკლოპედიას, რომლის სრულად ასახვა ვერცერთმა წიგნმა ვერ შეძლო. და არსებობს კიდევ სულიერი განზომილება. სანებს სჯერათ, რომ სამყაროს პირვანდელ შექმნისას ადამიანები და ცხოველები განურჩეველნი იყვნენ. მხოლოდ მეორე შექმნის შემდეგ მოხდა მათი დაყოფა და განსხვავებული სოციალური კოდექსების სწავლება. ეს რწმენა საფუძვლად უდევს ღრმა პატივისცემის ურთიერთობას ფაუნასთან და ფლორასთან, რომელიც მათ გარშემოა. ცხოველის მოკვლამდე ზოგიერთი მონადირე პატიებას სთხოვს მსხვერპლს. სიკვდილის შემდეგ მადლობას უხდიან მსხვერპლშეწირვისთვის, რომელიც მათ ოჯახებს გამოკვებავს. სანი შამანები შედიან ტრანსში რიტუალური ცეკვების დროს, რომლებიც შეიძლება მთელ ღამეს გაგრძელდეს. ცნობიერების ამ შეცვლილ მდგომარეობაში ისინი ამტკიცებენ, რომ ურთიერთობენ გარდაცვლილი წინაპრების სულებთან, იმავე წინაპრებთან, რომლებმაც ტრადიციის თანახმად თავდაპირველად ასწავლეს, რომელი მცენარეები აერჩიათ, წლის რომელ დროს მოეკრიფათ ისინი და სად ეპოვათ. ისრის შხამის შესახებ ცოდნაც მაგალითად მიეწერება ამ ტრანსული ცეკვების დროს მიღებულ გამოცხადებებს. მეცნიერება თუ მისტიციზმი? ზღვარი იშლება, როდესაც გაითვალისწინებთ, რომ ამ სისტემამ იმუშავა და აგრძელებს მუშაობას უფრო დიდხანს, ვიდრე ისტორიაში დაფიქსირებულმა ნებისმიერმა ცივილიზაციამ. მეორე თავი, ნადირის მეზობლები და განთიადის მცველები ტიპური ჰაძას ბანაკიდან 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, შესაძლოა ლომი აკვირდებოდეს. მისი ყვითელი თვალები არ ახამხამებს, როდესაც სიტუაციას აფასებს. მან იცის ის ადამიანები, იგივე ადამიანები, რომლებიც ფეხშიშველი დადიან სავანაში უთვალავი თაობის განმავლობაში, შეიარაღებული მხოლოდ ხის მშვილდებითა და მოწამლული ისრებით. ჰაძა ცხოვრობს ჩრდილოეთ ტანზანიაში, ეიასის ტბის ნაპირებთან, დიდი რიფტის ველის გულში.
მათი ტერიტორია ოლდუაის ხეობიდან სულ რაღაც 50 კილომეტრშია, ადგილი, სადაც აღმოაჩინეს ჰომო ჰაბილუსის ნამარხები, რომლებიც 1,900,000 წლის წინანდელია. არქეოლოგიური მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ჰაძას მსგავსი მონადირე შემგროვებლები ამ რეგიონს უწყვეტად იკავებენ სულ მცირე 50,000 წლის განმავლობაში. 50,000 წელი ერთსა და იმავე ადგილას. სანამ სხვა ადამიანური პოპულაციები მიგრირებდნენ, იპყრობდნენ, აშენებდნენ და ანგრევდნენ, ჰაძა დარჩა. მათი ენა, იზოლირებული ენა სავსე თანხმოვანი კლიკებით, რომელსაც არ აქვს ცნობილი კავშირი პლანეტის სხვა ენებთან, არ ატარებს მიგრაციის არანაირ მეხსიერებას. მათი ზეპირი ისტორიები არ საუბრობენ შორეულ წინაპართა მიწაზე. ჰაძასთვის ეს ყოველთვის სახლი იყო. დღეს დაახლოებით 1300 ჰაძაა დარჩენილი. მათგან მხოლოდ 300-დან 400-მდე ცხოვრობს კვლავ სრულ განაკვეთზე მონადირე შემგროვებლად, საკვების უმეტეს ნაწილს პირდაპირ ტყიდან იღებს. დანარჩენები აიძულეს შუალედურ არსებობაზე, ნაწილობრივ ტრადიციული, ნაწილობრივ მჯდომარე, სოფლებში, სადაც შეგროვებულ საკვებს ავსებენ ნაყიდი ან მეზობელ ფერმერებთან გაცვლილი პროდუქტებით. დააკვირდით, რა ხდება, როდესაც ჰაძა მამაკაცი სანადიროდ გადის. ის ღვიძებს განთიადის წინ, ამოწმებს თავის მშვილს, მრისხანე იარაღს, რომლის სრულად მოსაქაჩად 55 კილოგრამზე მეტი ძალაა საჭირო და მიდის მარტო ან ერთ-ორ კომპანიონთან ერთად. არ არის რთული დაგეგმვა. არ არის ორგანიზებული ექსპედიციები. ყოველ დღეს მოაქვს თავისი შესაძლებლობები. სიარულისას მისი თვალები ყველაფერს აფიქსირებს. გატეხილი ტოტი. ნაწილობრივი ნაკვალევი. ახალი ფეკალიები. ჩიტის მოულოდნელი აფრენა. ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მიუთითებს პოტენციური ნადირის არსებობაზე. როდესაც ტოტზე პატარა ჩიტს შეამჩნევს, მონადირე მომენტალურად ჩერდება, მშვილდს მომართავს ერთი დენადი მოძრაობით და ისვრის. ის არი ხვდება მიზანს. ჩიტი ქამარზე მაგრდება. სიარული გრძელდება. ნახევარ საათში ჰაძა მონადირეებს შეუძლიათ მოკლან რამდენიმე ჩიტი, ერთი ან ორი ციყვი, შესაძლოა ყურდღელი. მცირე ნადირი. დანამატი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მთელი ბანაკის გამოსაკვებად. მათ რაღაც უფრო დიდი სჭირდებათ. ჰაძა ნადირობს, ან ნადირობდა, სანამ ფერმერებისა და მწყემსების გაფართოება მკვეთრად შეამცირებდა ადგილობრივ ფაუნას, ზებრებზე, კამეჩებზე, ჟირაფებზე, სხვადასხვა ზომის ანტილოპებზე. 1960-იან წლებამდე ანთროპოლოგი ჯეიმს ვუდბერნი იტყობინებოდა რეგიონში ნადირის განსაკუთრებულ სიმრავლეზე, მათ შორის 400 სპილოსგან შემდგარ ნახირებზე, ასევე მარტორქებზე, აფთრებზე, ლომებზე და უამრავ სხვა ცხოველზე. ეს სიმრავლე დიდწილად გაქრა. დღეს ჰაძა ძირითადად დამოკიდებულია პატარა ცხოველებზე, როგორიცაა დიკ-დიკი, ანტილოპა, რომელიც მხოლოდ 5 კილოგრამს იწონის გარეულ ღორებზე, მანგუსტებსა და მაიმუნებზე. და შემდეგ არის თაფლი. თუ არსებობს რამე, რასაც ჰაძა თითქმის ყველაფერზე მეტად აფასებს, ეს თაფლია. მათ იციან თითოეულისგან თავიანთ ტერიტორიაზე და ინარჩუნებენ არაჩვეულებრივ ურთიერთობას ფრინველთან, რომელსაც ჰქვიათ დიდი თაფლის მძებნელი, indicator. ეს ფრინველი მიუძღვის მონადირეებს ხეებში დამალულ სკებამდე ცვილის ნარჩენების სანაცვლოდ, რომლებსაც ადამიანები ტოვებენ თაფლის ამოღების შემდეგ. ჰაძა უსტვენს, ურტყამს ხეებს და ყვირის ფრინველის ყურადღების მისაქცევად. ფრინველი პასუხობს დამახასიათებელი ძახილით და დაფრინავს ხიდან ხეზე, მიაცილებს მონადირეს სკამდე. პარტნიორობა სახეობებს შორის, რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში არსებობს. სუფთა მუტუალიზმი. როდესაც ჰაძა მონადირე იპოვის სკას, იქნება ეს ფრინველის მიერ მიცილებული თუ საკუთარი ცოდნით, ის ანთებს ცეცხლს და კვამს იყენებს ფუტკრების დასამშვიდებლად. ნაჯახით ხსნის ხის სტანს და იღებს ოქროსფერი თაფლით სავსე ფიჭებს. პროცესი რისკის გარეშე არ არის. კბენები ხშირია. ხიდან ჩამოვარდნებიც ხდება. მაგრამ ჯილდო თითოეულ ნესტარს ღირს. თაფლი ჰაძასთვის ბევრად მეც ნიშნავს, ვიდრე კალორიებს. ეს არის დღესასწაული. ეს არის კონცენტრირებული ენერგია. ეს არის საკვები, რომელსაც მონადირეები მოიხმარენ ხანგრძლივი დევნის წინ, რომელსაც ორსული ქალები იღებენ როგორც სპეციალურ დანამატს, რომელსაც უხუცესები გემოსულს ინჯავენ როგორც ჯილდოს საზოგადოებაში 10 წლეულების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის. თაფლის სეზონის განმავლობაში ჰაძამ შეიძლება მიიღოს თავისი ყოველდღიური კალორიების 15%-მდე ამ ერთი წყაროდან. ჰაძა ბავშვები იზრდებიან თავისუფლების გარემოში, რომელიც ნებისმიერ დასავლელ მშობელს შოკში ჩააგდებდა. ძალიან პატარა ასაკიდან ისინი დედებს დაჰყვებიან შეგროვების ექსპედიციებში, სწავლობენ საკვები მცენარეების იდენტიფიცირებას დაკვირვებისა და პრაქტიკის საშუალებით.
7 თუ 8 წლის ასაკში ბიჭები უკვე ამზადებენ პატარა მშვილდისრებს და ვარჯიშობენ სროლაში იმპროვიზირებულ მიზნებში. 12 წლის ასაკში მონაწილეობენ ნამდვილ ნადირობაში, თუმცა დამხმარე როლებში. არ არის სკოლები. არ არის წიგნები. სასწავლო გეგმა თავად არსებობაა. მაგრამ დიდი მტაცებლების ტერიტორიაზე ცხოვრებას თავისი ფასი აქვს. ჰაძა არა მხოლოდ ნადირობს, ისინი ასევე პოტენციური მსხვერპლნი არიან. და მათ შეიმუშავეს სტრატეგიები ამ რეალობასთან გასამკლავებლად. ზოგიერთი ჰაძა ჭამს მტაცებლებს. დიახ. ლომები, ლეოპარდები, სხვა გარეული კატები, ტურები, აფთრები და სხვაებიც კი პოტენციური რაციონის ნაწილია. ერთადერთი ცხოველები, რომელთა ჭამაზეც ჰაძა უარს ამბობს, ქვეწარმავლებია, ხვლიკები, გველები და მსგავსნი. მაგრამ ლომი, რომელიც საფრთხეს ან შესაძლებლობას წარმოადგენს, შეიძლება მენიუში აღმოჩნდეს. ჰაძას მითოლოგიაში არსებობს ამბავი გიგანტზე, სახელად სენგანი, რომელმაც ძველ დროში ლომებს უბრძანა ადამიანებზე თავდასხმა. მანამდე ნარატივის მიხედვით ლომები უწყინარებად ითვლებოდნენ. ხალხმა შურისძიების მიზნით მოკლა გიგანტი, მაგრამ ლომების მტრობა დარჩა. ეს არის ამბავი, რომელიც ასახავს მუდმივ დაძაბულობას ადამიანებსა და მტაცებლებს შორის ამ გარემოში. აფრიკის სხვა ნაწილებში ტრადიციულმა თემებმა შეიმუშავეს ლომებისთვის ხორცის მოპარვის პრაქტიკა, ცილის მიღების გზა ნადირობის ძალისხმევის გარეშე. მკვლევარებმა დაადოკუმენტირეს შემთხვევები უგანდაში, ტანზანიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც მაჩეტეებით, ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფები უპირისპირდებიან ლომებს მათ მიერ ახლად მოკრულ ნადირთან. აიძულებენ დიდ კატებს უკან დაიხიონ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ერთი სოფელი, კვლევის მიხედვით, ითმენდა მიმდებარედ მცხოვრებ ლომებს სპეციალურად იმ ხორცზე ადვილი ხელმისაწვდომობის გამო, რომელსაც ისინი უზრუნველყოფდნენ. კენიისა და ტანზანიის მაასაიმეს ურთიერთობა უკიდურესობამდე მიიყვანა. ახალგაზრდა მაასაისთვის ლომის მოკლა ტრადიციულად ითვლებოდა სიმამაცისა და ვაჟკაცობის უდიდეს გამოხატულებად ზრდასრულ ასაკში გადასვლის რიტუალად. მხოლოდ შუბებით შეიარაღებული მეომრების ჯგუფები გარს ეხვეოდნენ ლომს და პირდაპირ ბრძოლაში უპირისპირდებოდნენ. სრული სიჩუმე და შემდეგ თავდასხმა. ჰაძა არ მისდევს ამ ტიპის რიტუალურ დაპირისპირებას. მათი მიდგომა უფრო პრაგმატულია. თავიდან აცილება, როცა შესაძლებელია. დაპირისპირება, როცა აუცილებელია. სარგებლობა, როცა შესაძლებლობა ჩნდება. მაგრამ მტაცებლებთან თანაცხოვრება, მათი არსებობა დახვეწილი და ღრმა გზებით ჩამოაყალიბა. ჰაძას ბანაკები დიზაინით დროებითია. ტიპური ჯგუფი ერთ ადგილას რჩება ერთი კვირიდან 2 თვემდე, სანამ გადაადგილდება. როდესაც კონფლიქტები წარმოიქმნება, ან როდესაც მტაცებლები პრობლემურები ხდებიან, ყველაზე გავრცელებული გამოსავალი არა დაპირისპირება, არამედ გადაადგილებაა. რატომ გარისკონ სიცოცხლე, როდესაც საკმარისი ტერიტორია უბრალოდ სხვაგან წასასვლელად? კონფლიქტის თავიდან აცილების ეს ფილოსოფია ჰაძას მთელ სოციალურ სტრუქტურაშია გამჯდარი. არ არიან ბელადები. არ არის ფორმალური იერარქია. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით დისკუსიის გზით. როდესაც კონსენსუსი შეუძლებელია, დისიდენტები უბრალოდ მიდიან და სხვა ჯგუფს უერთდებიან. ეს არის სოციალური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ამცირებს დაძაბულობას და მაქსიმალურად ზრდის მოქნილობას, არსებითი მახასიათებლები გარემოში გადასარჩენად, სადაც ადაპტაციის უნარის ჯობნის უხეშ ძალას. ჰაძა მამაკაცები დღეში საშუალოდ მხოლოდ 3-დან 4 საათს ატარებენ ნადირობასა თუ შეგროვებაში. დანარჩენი დრო ეთმობა სოციალიზაციას, დასვენებას, იარაღების დამზადებას და უბრალოდ თემთან ერთად ყოფნას. ქალები მსგავს მოდელს მიჰყვებიან. არ არის სიმდიდრის დაგროვება, ხორცის ნებისმიერი ჭარბი რაოდენობა და უყოვნებლივ ნაწილდება მთელ ბანაკში. მონადირე, რომელიც დიდ ცხოველს მოკლავს, სიმბოლურ ჯილდოდ იღებს ტყავს, მაგრამ ხორცი ყველას ეკუთვნის. ამან იმუშავა. 50,000 წლის განმავლობაში ეს სისტემა მუშაობდა. იერარქიის გარეშე, დაგროვების გარეშე, მიწის კერძო საკუთრების გარეშე, ცხოველების მოშინაურების გარეშე, სოფლის მეურნეობის გარეშე, ჰაძამ და სანმა აჩვენეს, რომ არსებობს ადამიანის არსებობის ალტერნატიული ფორმა. ფორმა, რომელსაც ჩვენი წინაპრები მისდევდნენ ჩვენი სახეობის ისტორიის 99%-ის განმავლობაში. მაგრამ სამყარო გარშემო შეიცვალა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ჰაძამ დაკარგა თავისი ტრადიციული ტერიტორიის 90%. ფერმერებმა გააფართოვეს თავიანთი ნათესები სანადირო მიწებზე. დატოვა გამწყემსებმა მოიყვანეს თხებისა და საქონლის ნახირები, რომლებიც ფიტავენ წყლის წყაროებს და ანადგურებენ მცენარეულობას, რომელიც გარეულ ფაუნას ასაზრდოებს.
ჰაძას დასავლეთ მიწებზე შეიქმნა კერძო სანადირო ნაკრძალი და ჰაძას ოფიციალურად ეკრძალება მასში ნადირობა. ირონია და მანგრეველია, აღმოსავლეთ აფრიკის უკანასკნელი მონადირე შემგროვებლები, რომლებსაც საკუთარ წინაპართა მიწაზე ნადირობა აეკრძალათ. 2011 წელს 700 ადამიანისგან შემდგარმა ჰაძას თემა მიიღო იურიდიული უფლებები დაახლოებით 23,000 ჰექტარ მიწაზე. ისტორიული ეტაპი, პირველი შემთხვევა, როდესაც ტანზანიის მთავრობამ ფორმალურად აღიარა უმცირესობის ტომის ტერიტორიული უფლებები. მაგრამ 23,000 ჰექტარი არის იმის ნამცეცი, რაც მათ გააჩნდათ. და ზეწოლა გრძელდება. ალკოჰოლი მოვიდა. კეთილგანწყობილ ვიზიტორებს მოაქვთ საჩუქრები, რომლებიც მოიცავს გამოხდილ სასმელებს, ნივთიერებებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა ჰაძას ტრადიციული რაციონის ნაწილი და რომელთა მიმართ მათ არ განუვითარებიათ კულტურული თუ ფიზიოლოგიური ტოლერანტობა. მკვლევარები იტყობინებიან აშკარად ნასვამ ჰაძა ქალებთან შეხვედრებზე ბანაკებში, სადაც ბავშვები დიარეითა და არასათანადო კვებით იტანჯებიან. ტურიზმი, რომელმაც კულტურა უნდა შეინარჩუნოს, ზოგ შემთხვევაში აჩქარებს მის განადგურებას. სანები მსგავსი ზეწოლის წინაშე დგანან. 2002 წელს უკანასკნელი მონადირე შემგროვებლები იძულებით გამოასახლეს ბოტსვანის ცენტრალური კალაჰარის სანადირო ნაკრძალიდან, ოფიციალურად მათთვის სერვისების, როგორიცაა სკოლები და სამედიცინო მომსახურება მისაწოდებლად. პრაქტიკაში კი ალმასის მოპოვებისთვის გზის გასათავისუფლებლად. თემები გამოკეტეს სტერილურ დასახლებებში მტრულ გარემოში, სადაც დაპირებული სერვისების მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა. სამართლებრივმა ბრძოლამ, რომელიც წლები გაგრძელდა, საბოლოოდ აღადგინა სანების უფლება ეცხოვრათ ნაკრძალში. მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ცოდნის თაობები დაიკარგა, როდესაც უხუცესები ქალაქურ დასახლებებში დაიხოცნენ, შორს იმ მიწისგან, რომელიც ასაზრდოებდა არა მხოლოდ მათ სხეულებს, არამედ მათ იდენტობას. და აი საბოლოო ტრაგედია. დასავლელმა მეცნიერებმა ათწლეულები გაატარეს სანებისა და ჰაძას შესწავლაში, აგროვებდნენ მის ნიმუშებს, ანალიზებდნენ ძილის მოდელებს, იკვლევდნენ ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობას, ზომავდნენ სტრესის დონეს, აფორმებდნენ კვალისწიების ტექნიკას. აღმოაჩინეს, რომ ეს ხალხები ბევრი გაზომვადი ასპექტით უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე თანამედროვე ქალაქის მოსახლეობა. ნაკლები გულის დაავადება, ნაკლები დიაბეტი, ნაკლები დეპრესია. მეტი ნაწლავის მიკრობული მრავალფეროვნება. ძილის უკეთესი ხარისხი. აუტოიმუნური დაავადებების ნაკლები შემთხვევა. მონადირე შემგროვებლები არა მხოლოდ გადარჩებიან. ისინი ყვავიან ისეთი გზებით, რომლებიც განვითარებულმა სამყარომ დაივიწყა. მაგრამ ცოდნა, რომელიც ამ კეთილდღეობას უდევს საფუძვლად, ინტერნეტიდან ვერ ჩამოიტვირთება. მისი სწავლა ვერ მოხდება შაბათ-კვირის კურსზე. მის დასაუფლებლად მთელი ცხოვრებაა საჭირო და მთელი ცივილიზაცია მისგან სავითარებლად. როდესაც უკანასკნელ სანს ვერავს დაავიწყდება, როგორც აიკითხოს ნაკვალევი, რომლის ინტერპრეტაციაც მისმა თვალებმა ყოველთვის იცოდნენ, როდესაც უკანასკნელი ჰაძა მონადირე თავის მშვილდს ბოლოჯერ გადადებს, რაღაც უფრო ღრმა, ვიდრე ცოდნა გაქრება. მოკვდება ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ კაცობრიობას არ სჭირდება ბუნებაზე გაბატონება საცხოვრებლად, საკმარისია მისი გაგება. 50,000 წლეულის განმავლობაში ამ ხალხებმა აჩვენეს, რომ სიუხვე არ იზომება დაგროვებით, რომ სიმდიდრე არ მოითხოვს განადგურებას, რომ თემი არ არის დამოკიდებული ღობეებზე. დასავლელმა მეცნიერებმა ათწლეულები გაატარეს იმის გასაგებად, თუ როგორ კითხულობენ სანები ნაკვალევს სისტემის სიზუსტით. პასუხი არასოდეს ყოფილა ფორმულებში. ის იყო ყურადღებაში, მოთმინებაში, მოქმედებამდე დაკვირვების თავმდაბლობაში. უნარები, რომლებიც თანამედროვე სამყარომ თავის დაუსრულებელ სიჩქარეში დაივიწყა. შესაძლოა, უდიდესი საჩუქარი, რომელიც აფრიკის წინაპარ მონადირეებს შეუძლიათ შემოგთავაზონ, არ იყოს მათი ცოდნა შხამების ან კვალისწიების შესახებ. ეს იყოს უსიამოვნო შეხსენება იმისა, რომ ის, თუ როგორ ცხოვრობთ დღეს, ქრონიკული შფოთვით, მიწისგან მოწყვეტით, მასობრივი მარტოობით, არ არის ერთადერთი შესაძლო გზა. 50,000 წლის განმავლობაში არსებობდა სხვა გზა.